არ ვიცი ისიც თუ არა რა არის ასე მაგალითად ჩოკუტო, ცურუგი, ტაჩი, კოდაჩი, ოდაჩი, კატანა, ვაკი ზაში. იცით რას ნიშნავს? ეს არის რეალურად იაპონური ხმლები, მოდი ასე ვთქვათ, სამურაის ხმლები, სახელწოდებები სამურაის ხმლებისა. ასე მაგალითად, ჩოკუტო სწორი ცალპირიანი ხმალია, რომელიც მზადდებოდა მე-10 საუკუნემდე და რომლის ჭედვისასაც არ იყენებდნენ განსაკუთრებულ გასამაგრებელ მეთოდებს. ტაჩი ხმალი, რომელიც უფრო გრძელი და მეტად გამრუდებული იყო ვიდრე შემდგომი კატანა, ხოლო კატანა არის ზოგადი ტერმინი ტრადიციული, გამრუდებული 60 სანტიმეტრზე გრძელი წახაზული წვერიანი ხმლისთვის. უკაცრავად წამახული, არ ვიცი რას ნიშნავს, წამახული წვერიანი ხმლისთვის. გავრცელებული იყო სამურაების კლასში ედოს პერიოდში, ანუ მე-7 საუკუნის დასაწყისიდან მე-9 საუკუნის მეორე ნახევრამდე. რატომ ვახსენებ ახლა სამურაის იაპონურ ამ ხმლებს, ამ ხმლების სახელწოდებები, რატომ ჩამოგისახელეთ, განავიცი, ბევრი რამ განავიცი, თუმცა არიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში მოქალაქეები, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ ან კარგად იციან, ან ბევრი რამ იციან. აი, ჩემთვის პრინციპში მაინც უცხო თემაა, გულახდილად გეტყვით, პრაქტიკულად არაფერი, ან ცოტა რამ თუ წამიკითხავს და აგე გახსენება, ჩახედვაც კი დამჭირდა, რომ გამეხსენებინა რომელიმე ერთი სახეობის ხმალი, ხო? ერთი ან ბევრი სახეობის ხმალი. პოლიტიკაზე ვსაუბრობთ რეალურად და ახლა სხვა რამ უნდა ვახსენო, სხვა რამეზე უნდა ვილაპარაკო. ჩვენ მუდმივად და მათ შორის მეც მუდმივად ვფიქრობთ ხოლმე, წაგვეფიქრება ხოლმე, რომ ბიზინა ივანიშვილი ჭადრაკს თამაშობს. აი ახლა გაანთავისუფლა ღარიბაშვილი, მას უბიძგა რომ წასულიყო, მაგრამ ამის შედეგად ღარიბაშვილს აი პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება, მაგრამ ახალ პარტიას შეაქმნებინებს, გომელაურს გაუშვებს, მისი ხალხი წასულია პოლიტიკიდან, ან მიდის, ლილვაშვილი ამიტომ წავიდა, დავითაშვილი იმიტომ გაუშვა შეერთებულ შტატებში, რომ იქნება და დაალაგოს. მეც, არა თუ თქვენ, მეც კი ხშირად წამეფიქრება ხოლმე, რომ ბიზინა ივანიშვილი თამაშობს რთულ ან ერთგვარად რთულ საჭადრაკო პოლიტიკურ პარტიას. კლასიკურ ჭადრაკზე რომ გადავიდეთ და მართლა სამურაის ხმლებზე რომ არ ვისაუბროთ, ასე მაგალითად თამაშობს სიცილიურ დაცვას, ან გრიუნფელდის დაცვას, ან ნიმცოვიჩის დაცვას, ან ლაზიერის გამბიტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, იქ უამრავი საჭადრაკო პარტია, ხო, უამრავი საჭადრაკო პარტია არსებობს. როგორც ეტიუდში, ისე ენდშპილში და მიტენშპილში და ასე შემდეგ იმის მიხედვით. ხშირად წამეფიქრება ხოლმე, რომ აი ჭადრაკს ბიზინა ივანიშვილს კი ვერ მოუგებ, იმიტომ რომ ის გონიერი კაცია და აი რაღაცა რამდენიმე სვლას გააკეთებს, შენს მერე შემოგიტყუებს, პაიკს გამოგაწევინებს, სადღაც შეიძლება შემოგწიროს კიდეც 1-2 ფიგურა, მაგრამ ამის შემდეგ მაინც დაგამარცხებს. არა, ბიზინა ივანიშვილი ჭადრაკს, პოლიტიკურ ჭადრაკს არ თამაშობს. ის მუდმივად, როცა ჩვენ ვთავაზობთ ჭადრაკს, ხო, პოლიტიკურ ჭადრაკს გვაქვს რა იმედი, რომ მას დავამარცხებთ, ის მუდმივად გადაგკაჩავს ხოლმე, შეგვათრევს ხოლმე რინგზე, იქ კი ის მართლაც უძლეველია, ან უძლეველია თითქოს. იმიტომ რომ ესე ვიტყვი, არ ეწევა, არ სვამს, სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს, გრძელ დისტანციაზე რბოლა შეუძლია, ანუ გამძლეობით მაგარია, მათ სხვა თუ არაფერი მაგარია, იმიტომ რომ აურაცხელი ფული აქვს, ჩვენ კი ყოველ 5,000 ან 10,000 დოლარს იხვეწება ლამის ევედრება შესაძლო სპონსორებს, ლამის ყოველი მეორე პოლიტიკური ჯგუფი, ალბათ ხაზარაძის პოლიტიკური ჯგუფის გარდა, მაგრამ ხაზარაძის პოლიტიკური ჯგუფის ინვესტიციები პოლიტიკაში როგორია, ხო, რამდენად ნაყოფიერია, ამაზე ახლა არ ვისაუბროთ. სხვას უკლებრივ ყველას უჭირს მეთქი ამის თქმაც მინდა.
თუმცა ხაზარაძესაც უჭირს განა არა ყოველ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილთან მიმართებაში შედარებით ხო რასაკვირველია ახლა ხაზარაძე მდიდარი კაცია ჯაფარიძესთან ერთად მით უფრო მაგრამ აი ბიზინა ივანიშვილის ფინანსებთან მისი ფინანსები აბა რამოსატანია გრძელვადიან მარათონში შეგვათრევს რა თუ შეგვათრევს ხოლმე ბიზინა ივანიშვილი ანუ საჭადრაკო პარტიას პოლიტიკურს დაანებებს ანებებს რა თავს იქაც მოგვიგებს ხოლმე განა არა მაშ რა პოლიტიკური თამაში უნდა შევთავაზოთ მას ივანიშვილს რომ აპრიორი დავაბარცხოთ ვიცოდეთ რომ ვამარცხებთ რა არის ეს პინგ-პონგი ჩვენ ვუთხარით სიტყვა მან გადმოგვიგდოს სიტყვა ჩვენ ვუთხარით მან გადმოგვიგდოს დაუსრულებელი პინგ-პონგი მაგრამ ამ პინგ-პონგში იმარჯვებს მეთქი ასე უნდა თქვა მათ შორის იმიტომ რომ აურაცხელი რაოდენობით ტროლ-ბოტ შმოტ იყავს ჟმოტკაც ესე ვიტყვი მოკლედ ტროლები და ბოტები ბევრი ხავს სახელისუფლო პროპაგანდისტური მანქანა საკმაოდ ძლიერია მასაც აურაცხელი ფული აქვს ab ოლიგარქიული ან მინი ოლიგარქიული რუხაძე ვიღაცამი ჩადო პოსტივი გაამაგრეს გამოამაგრეს რაღაც ასე შემდეგ და ეს ამოქოქილი მანქანა პინგ-პონგშიც სიტყვათა თაბაში არგუმენტთა ჭიდილში ჩვენ სიტყვათა პინგ-პონგში მას ვერ მოვუგებთ. რა პოლიტიკური თამაში უნდა შევთავაზოთ მას, ესე იგი რინგი არ გამოგდის, იმიტომ რომ იქ იმარჯვებს, ჭადრაკი არ გამოგდის, იმიტომ რომ არ შემოყვება ხოლმე ამ ჭადრაკში სიცილიური დაცვაც არის ის მან დაარც გრიუნფელდის დაცვა და სულ მუდმივად აკე გითხარით რომ რინგისკენ მიგვეკაჩება, ტატამიც არ გამოგდის, ჭიდაობის ელემენტები, ბოი, უკაცრავად ბრძოლა წესების გარეშე არ ვიცი ვერ გეტყვით დიდი განსაკუთრებული აზრისა ამ სპორტის ამ სახეობაზე არა ვართ ფეხბურთზე და კალათბურთზე და სათამაშო გუნდურ სახეობებზე გთხოვთ არც ვისაუბროთ და ასე შემდეგ მაშ კვლავ ვიმეორებ რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ვცდებით ხალხო რეალურად როდესაც ვარაუდობთ რომ მან რომელიმე თამაში იცის არა ის ემპათიის გარეშე ადამიანური თვისებების გარეშე დარჩენილი ერთი უსულგულო არსება ერთი უსულგულო თუ გიყავთ რომელიმე ქვეწარმავალს შევადაროთ ხო ამბობენ მასზე რომ პითონს ზეზახიერებთ თუ ანაკონდასო თუ გიყავთ კობრას შევადაროთ გიურზას არ ვიცი ნიანგს თუ გნებავთ გავცდეთ ამ და ცოტა უფრო მაღალ განვითარებულებზე ვისაუბროთ რეპტილიებს გავცდეთ და ცხოველებზე ვისაუბროთ ბეჰემოტია სპილოა რა ვიცი უგზოლომია მგელია ზადათვი ვერ გეტყვით არ ვიცი ხო მას არანაირი ამგვარი გრძნობა მას აქვს მარტო მინდა გავიღვიძე მინდა რომ ღარიბაშვილი წავიდეს ოპ ღარიბაშვილი წავიდა გაიღვიძა უნდა რომ კობახიძე დარჩეს ოპ კობახიძე დარჩა პარტიის თავმჯდომარედ იცით თქვენ დღეს დანიშნეს გავიღვიძე მინდა რომ რიჟვაძე გაირიცხოს პარტიიდან გაირიცხოს რიჟვაძე პარტიიდან მიუხედავად იმისა რომ ის ერთგული ჯარისკაცი ვარო ასე ამბობდა ყოველ შემთხვევაში საკუთარ თავზე ხო მინდა რომ ლილუაშვილი რომელიც გუშინ ჩემთან იყო აღარ იყოს ჩემთან წავიდა ლილუაშვილი და იკარგა ღმერთმა უწყის სადარი ხვალ მოუნდება პირიქით ლილუაშვილი დაბრუნდეს მინდა რომ ლილუაშვილი დაბრუნდეს რამბალ კოშეა აი იმ ცნობილი ფილმიდან სათამაშო რომელშიც მთავარ როლს იცით თქვენ პიერ რიშარი თამაშობდა ხო დილი ხორზი ახლა მე გეკითხებით როდის გადაუნდება რომ კობახიძე აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე ღმერთმაც არ უწყის ან ღმერთმა უწყის თავად არ უწყის შეიძლება დაგადაუნდეს ხვალ აი პირდაპირ მნიშვნელობით ვლაპარაკობ ხვალ 8 მაისს თქვას რომ კობახიძე არა კობახიძე და დაურეკოს მე ხო მოდელირება გავაკეთე ამას ერთად მაჭარაშვილთან საუბრისა ირაკლი უნდა გადადგე ირაკლი უნდა 41 ჯერ გაიმეორებს ამას და ირაკლის ბრახთა გადადგება ხო უნდა ვეთამაშოთ თუ არა უნდა ვეცეკვოთ თუ არა მას ტანგო ან უნდა იყოს თუ არა ის ბალერინა თუ ბალერონი და ჩვენ შესაბამისად ბალერინა ან ბალერონი არა არ გამოვა ტანგოს ცეკვა ან ბალეტის ცეკვა მასთან არ გამოვა იმიტომ რომ ის არ არის ამგვარად მოთამაშე როგორც კი მე მაგალითად სმენია ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით ბიზინა ივანიშვილის დელფინების თაობაზე იცით რა
ორ სიტყვას გეტყვით. დათასტურებული ეს არ არის, მაგრამ უნდა გიამბოთ. ანუ მე მიამბეს ეს ამბავი. მოკლედ შეკვეთილში ბიზინა ივანიშვილს ჰქონია აკვარიუმი. მოდი ესე გავყოთ რა, აკვარიუმი ნახევარი, რომელიც არის წყლის სავსე და აკვარიუმი მეორე ნახევარი, რომელიც წყლის სავსე არ არის. რომელშიც შეუძლია მას ნებისმიერს ადამიანს ჩავიდეს და დააკვირდეს წყლის სავსე აკვარიუმის მობინადრეებს და მობინადრე ქმედებებს. აი იმ უფრო დიდ აკვარიუმის მეორე ნაწილში, სადაც რომელიც წყლიც არის სავსე, მას ყოლია დელფინები. რამდენადაც მიამბეს, ეს კვლავ მეორე არის უფრო ხმა, უფრო ჭორი თუ გდებავთ, მაგრამ აი საინტერესო ჭორია, რომელიც თუ სიმართლეა, კარგად ასახავს ბიზინა ივანიშვილს, კარგად წარმოაჩენს ბიზინა ივანიშვილს. თუ ტყუილია, არ ვიცი, ტყუილია და იყოს ტყუილა, თუ მითია იყოს მითი. ამ წყლით სავსე აკვარიუმში მასთვის შეუთავაზებიათ, რომ არ მინდა შემეშალოს, მაგრამ რომელიღაც ზღვის დელფინები მინდა უთქვამს და მიუყვანიათ. მაგრამ ისინი ნამეტანი ჰარმონიულები ყოფილან. ნამეტანი შეხმატკბილებულნი ერთმანეთთან, წვილი უნდა ყოფილიყო დედალ მამალი. ნახევარი კი არა, ნამეტანი ესეთი ჰარმონიულ შეხმატკბილებულ საამურნი ყოფილან. შესაბამისად ბიზნესს გაუწია კარკარგულება იმის თაობაზე, რომ ესენი მომაცილეთ. აუშვიათ ეს დელფინები ეს ორი. მერე მოუყვანიათ მეორე ზღვის დელფინები, სხვა ზღვის. ისინიც განაარა პატარები კოხტები, ლამაზები, არაჩვეულებრივები, ტკბილები, თბილები, საყვარლები, შეგიძლია ჩახვიდე რაღაცა და ასე შემდეგ. არა, ესენიც არ მინდაო, უთქვამს ბიზნესს. ესენიც არ ჭირდებაო. და მე უკვე მოუყვანიათ თუ არ ვწდები, ორ შემთხვევაში ესე მიამბეს და კვლავ ვიმეორებ, სულ ჭორი იყოს, საინტერესო ჭორია, შავი ზღვის დელფინები. შავი ზღვის დელფინს ქონია, ამეთანხმებიან ან არ დამეთანხმებიან დელფინოლოგები, ხო, ვინც იცის ეს საკითხი, ეს სფერო, ეს თემა. ცოტა აგრესიული ყოფილა და ბიზნესო რო ჩადის აი ამ უწყლო აკვარიუმის უწყლო ნაწილში, აკვირდება ზუსტად იმას, რასაც აკეთებენ ჩადიან ეს შედარებით აგრესიული შავი ზღვის დელფინები, მამალ დედალი, მაშინ, როდესაც მათი გამრავლება ხდება. როდესაც დგება მათ შორის სექსუალური აქტი. და აკვირდება, როგორ ჩაგრავს, როგორ აწამებს, ან როგორ ჩაგრავს მამალი დედალი თურმე მამალი დელფინი თურმე დედალ დელფინს. და ამაზე кайფობს. აი ბიზინა ივანიშვილი როგორც ჩანს ასეთი უგრძნობი ტიპია, რომელიც кайფობს რაღაცებზე. კვლავ ვადასტურებ, რომ ეს ალბათ უფრო ჭორია. მაგრამ აი ამ ჭორსაც აქვს რაღაცა ხიბლი. კარგად წარმოაჩენს ეს ჭორი რო შეხმარო შეიქმნა, ამგვარი მითი რომ შეიქმნა ბიზინა ივანიშვილზე, უკვე იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოების ნაწილს ან მითების შემქმნელს ასეთად ჰგონიათ, ასეთი ჰგონიათ ბიზინა ივანიშვილი ალალად და გულალალად, გულმართლად, ხო? იარ უგონებენ, მაგრამ აი ესეთი ამაზეც კი წამსვლილია ჩადის და кайფობს, როგორ აწვალებს მამალი დედალს. არ ვიცი დავტოვოთ საიდუმლოდ. საიდუმლოდ კი არა ეს ჭორის ფორმატში. ბიზნესი ასეთი უგრძნობი კაცია, მეთქი ამის თქმა მინდა და სულაც არ არის მოჭადრაკე, მოკრივე და ასე შემდეგ. ის არის სურვილ უკებზე დაფუძნებული მინდა და მისი აზროვნება და მისი ქმედებები სურვილ უკებზეა დაფუძნებული მინდა და გომელაური წავა მინდა და რიჯვაძეს დაიჭირეთ. მინდა და კობახიძე წავა ისე როგორც კვირიკაშვილი წავიდა, კვირიკაშვილი წავიდა, ბახტაძე წავიდა, კახარია წავიდა, ღალიბაშვილი წავიდა. ოპა ეხლა ეს მოვიდეს, ოპა ეხლა ეს წავიდეს და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ ეხლა დავუბრუნდეთ მთავარს. რას ვუპირისპირებთ მას? ჭადრაკს ვერ ვთავაზობთ, იმიტომ რომ არ შემოდის ჭადრაკში, არ იცის ჭადრაკი. რინგზე არ შევყვებით, იმიტომ რომ რინგზე შეყოლის შემთხვევაში მან შეიძლება დაგვღალოს გრძელ თუ ეს 12 რაუნდიანი ბრძოლა იქნება. მარათონს ვერ ვთავაზობთ, იმიტომ რომ სირბილშიც არ ეწევა და არ სვამს რა, ესეთი გამძლეა და ჩვენზე გამძლეა და ფინანსები აქვს სხვა თუ არაფერი. ტატამსა და რინგ შორის არანაირი სხვაობა არ არის. კიდე რა დავასახელე, პინგ-პონგი აზრი არა აქვს, იმიტომ რომ გადმოგიგდებს პონგი იქნება გაცილებით მეტი ვიდრე პინგი.
ხო, ანუ პინგ-პონგიც ფლად არ გამოვა, გამოვა პინგ-პონგ-პონგი. და რაღა დაგვრჩენია. აი აქ უბრუნდები ისევ იმ თემას, რომ ირაკლი კობახიძე დანიშნა ჩვენი მოლოდინების მიუხედავად, რომ ირაკლი კობახიძეს ახლა გაუშვებს, მეც, თქვენ კი არა, მეც ვარავ ირაკლი კობახიძეს გაუშვებს. აი დააწინაურებს სამშობლო ბაქრას გომელაურს, ამით დააბალანსებს ერთმანეთს, არაფერს არ დააბალანსებს, ფეხებზე ჰკიდია, კვლავ ვიმეორებ. სათამაშოებია, რიან ყველანი. მისთვის და აი ესეთ რაღაცა უნდა აკეთებს. გაზდის. აი ახლა კვლავ ვეუბრუნდები იმას, ხო, ისა ბოდიში აქ სტატუსში მიდავწერი, გარატკი უნდა შევთავაზოთ, მე კიდე არ ვიცი, ალბათ არა. ეხლა რომ გითხრათ, ნუ კარგად ვიცი გარატკი რა არის მეთქი, ეგეც ტყუილი გამომივა, ხო? ამიტომ მე მაქვს იდეა, რომ მივცეთ მას კატანა, კვლავ ვიმეორებ. აი კატანა რა არის? კი გითხარით და იაპონური ხმლებს ჩამოგისახელებთ. ეს კატანა არის ხმა ერთ-ერთი სახეობა ხმლისა ტიპები, ხო? ჩოკუტო, ცურუგი, ტაჩი, კოდაჩი, ოდაჩი ნახეთ როგორი ყოფილა, ოდაჩი ანოდაჩი, დიდი ხმალი, უფრო დიდი ზომის ტაჩი, დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის, რომელსაც ჩვეულებრივ მე-14 საუკუნემდე ჭედდნენ. 1-2 ექნება მას საკუთარ კოლექციაში და კატანა. ზოგადი ტერმინი ტრადიციული, გამრუდებული, 60 სანტიმეტრზე გრძელი, განსაზღვრული ზედაზღვარი არ არსებობს, თუმცა უმეტესობა 80 სანტიმეტრზე მოკლეა, წამახული წვერიანი ხმლისათვის წამახული გულახდილად გეტყვით, არ ვიცი, გავარკვევ რას ნიშნავს. გავრცელებული იყო სამურაების კლასში, ხო, ასევე არის ესეთი ხმალი, მაგალითად, ვაკიზაში, ზოგადი ტერმინი 30-60 სანტიმეტრის სიგრძის ხმლისათვის, რომელსაც 1600 წლის შემდეგ ამზადებდნენ. უმეტეს შემთხვევაში მას კატანასთან ერთად ატარებდნენ სამურაები, რასაც დაიშოს ხმლების წყვილი ერქვა, თუმცა ვაკიზაშის ცალკე საშუალო ფენის წარმომადგენლებიც ატარებდნენ. ძირითადად მოსახლეობისათვის კატანა ძალიან ძვირი იყო. ხო, ნუ ბატონ ივანიშვილს უნდა შევთავაზოთ, რომ კატანა ჰქონდეს, მუდმივად ატაროს. და ეს კატანა იქნება და ოდესმე გამოიყენოს ხარაკირისთვის. მე ვერ გეტყვით, ჩვენ ამ ბრძოლაში დავამარცხებთ თუ არა ბიზნე ივანიშვილს, გულახდილად გეტყვით. ამ უგრძნობ კაცს, ამ კაცს, რომელსაც არანაირი სიყვარული არავის მიმართ პრაქტიკულად, გონი არც ოჯახის წევრების მიმართაც არ აქვს. არანაირი ემპათია არ აქვს, არანაირი შეცოდება არ აქვს, არანაირი თანაგრძნობა არ აქვს, არანაირი თანალბობა არ აქვს. მას ყველაფერი მოხმარებისთვის ჭირდება, მოიხმარა და მოისროლა. ბოდის ვიხდი ცხადია, მაგრამ მისთვის მისი პარტიის ლიდერები ყოველ შემთხვევაში არიან პრეზერვატივები. მოიხმარა და გადააგდო. ხა მე ამას შეურაცხყოფილად კი არ ვამბობ მაინც და მაინც, ხო, კი არ, იმიტომ კი არ ისინი დავამცირო, ხო, უბრალოდ ასე გადახედეთ მისი პარტიის დღიდან კოალიციის შექმნისა 2012 წლიდან როგორ არ მოიცილა ისინიც, რომლებიც ახლა ჩვენსკენ არიან და ჩვენ თანამებრძოლები არიან და ასე შემდეგ, მე მათაც არ ვაყენებ. აი თუ გრებავ დავასახელებ, როგორ მოიხმარა თავისუფალი დემოკრატების გარკვეული ნაწილი ზოგ მათგანთან დღესაც მეგობრობ, ხო? პრეზერვატივები ბოდიში რასაკვირველია, რესპუბლიკელების ხო ნაწილი და ასე შემდეგ და ხა დღევანდელი უკვე ვინც დარჩნენ, ხო, აი კვირიკაშვილი როგორ და სხვები გახარია და ასე გააპრეზერვატივა მეთქი ასე ვიტყვი, როგორც მათ კი არ ამცროფ ახლა შევაწყობას კი არ ვაყენებ, როგორც მოხმარების საგანს. მაინც და მაინც იმას ნუ წარმოიდგინეთ, ახლა პირდაპირ დანიშნულებით როგორც მოიხმარენ ხოლმე პრეზერვატივს და თუ გრებავ წარმოიდგინეთ ამ შემთხვევაში ბიზნე ივანიშვილი ვინ გამოდის თავადაც ხდები. ხო და ახლა არ წარმოიდგინოთ მაინც და მაინც ესე შეურაცხყოფილად. ახლა რატო ყვები ამ ყველაფერს მოიხმარს ყველას, მოუნდა მოიხმარს, გადააგდებს, მოიცილებს და ასე შემდეგ. ამიტომ შეუნდა შევთავაზოთ კატანა, რომ დამუდმივად შევახსენოთ იმისთვის, რომ მას შეუძლია გამოიყენოს ეს კატანა პირდაპირ დანიშნულებით, ანუ გამოიფატროს უნცელი. მე არ ვიცი ბიზნე ივანიშვილს ჩვენ დავამარცხებთ თუ არა, მაგრამ ერთადერთი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა მასთან. ოდესმე სადღაც ის გატყდება, არ ვიცი, გაიბზარება, დამარცხდება, იმგვარ შეცდომას დაუშვებს, რომ ვეღარ უშველის ვეღარაფერი და ასე შემდეგ და მათ შორის მისი უგრძნობელობაც ვერ უშველის, ვერ გეტყვით, არ ვიცი,
ისიც ვიცით შესაძლოა ეს მართლა გრძელი დისტანციის ბრძოლა იყოს და ხვალზე მისი დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, იმიტომ რომ ვიცით რა შეასაქმე. თავის მხრივ ის უნდა შევთავაზოთ კატანა და რომ გამოიფათროს მუცელი და რას გვთავაზობს თვითონ. თავის მხრივ ის გვთავაზობს გასრესვას. ანუ ჩვენ გვთავაზობს რომ ჩვენ ვიყოთ გაჭყლეტილები და ან ჩვენ, ან ის, აი ეს სამკვდრო ბრძოლაა. ჯერჯერობით იგებს მეთქი, ვერ გეტყვით რომ აპრიორი იგებს ამ ბრძოლას, მაგრამ რაღაცა იდგას, რასაც უნდა იმას აკეთებს, მათ შორის ნიშნავს პოლიტიკურ საბჭოში საკუთარ თავსაც და 15 კაციანი შემადგენლობიდან 10 არის დასანქცირებული და ირაკლი კობახიძეს გვინიშნავს ისევ ახლა პარტიის თავმჯდომარედ. ხო, ჯანდაბამდე გზა ქონია ამ კობახიძეს, მაგრამ მაინც ხო ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ის რაღაც თამაშობაში კი არ არის, როგორც ხანდახან ვიტყუებთ ხოლმე თავს, არამედ არის ესეთი უგრძნობი კაცი, რომელიც თავისას უბერავს. ისედაც უბერავს და ასედაც უბერავს. მაგრამ ჩვენი ვალია რომ ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ, რომ იქნება და უნდა კატანას, თუნდაც კატანა გამოუყენებია მუცლის ამოსაფატრად და უნდა უბრალოდ უტარებია ეს კატანა და სადღაც უნდა გაიბზაროს და დამარცხდეს წესითა და რიგით. ყოველ შემთხვევაში თუ ჩვენ გავჩუმდებით, ის მით უმეტეს არ დამარცხდება. ნახვამდის.